ამ დღეებში დავინახე იცით მე რამდენჯერმე თქვი და უნდა გავიმეორო აუცილებლად რომ როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ელეონის მთაზე წაიყვანა მოწაფეები და მათ თვალწინ ამაღლდა დაემშვიდობა და ფაქტიურად აღდგომის მერე 40 დღე ეცხადებოდა და დაემშვიდობა და დაამთავრა მიწაზე მოღვაწეობა და იმის მაგივრად რომ ეს მოციქულები დამწუხრებულები და ცრემლები წამოსულიყვნენ იმ ელეონის მთიდან იერუსალიმში მოდიოდნენ და წერია სახარებაში რომ უხაროდა ძალიან უხაროდა ხო და რა უხაროდათ აი მოციქულებს ხო საბუდამოდ დაემშვიდობდნენ ხო და ის უხაროდათ რომ მათ აღუთქვა უფალმა სულიწმიდის მოვლენა რომელიც 50-ე დღეს მართლაც გარდამოვლინდა და შემდეგ ესე აღუთქვა რომ მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულისა სოფლამდე ამინ ხო და ჩვენს პატრიარქს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიტყვები აქვს ნათქვამი და ერთხელ ესეთი რაღაცა თქვა ერთხელ კი არა ბევრჯერ თქვა რომ მე ბოლო პატრიარქი ვარ ხო და სულ ფიქრობდით ყველა რომ რას ნიშნავს როგორ არის ბოლო პატრიარქი და რა და იცით ეხლა დღეს ალბათ არავის არ ეპარება ეჭვი რომ ჩვენ უახლოეს მომავალში აი ასეთ პატრიარქს არ უნდა ველოდეთ რა მან დაასრულა ეს რაღაცა წარმოდგენები ჩვენი პატრიარქის შესახებ აი ილია მეორე არის პატრიარქი შეიძლება ითქვას აი არა მარტო იმიტომ რომ 50 წელი იყო არა მარტო რაღაცა გარეგნული მაჩვენებლებით რომ 50 მოქმედი ეკლესიიდან რა ვიცი ხა რამდენი 1000 მოქმედი ეკლესიაა ვერც კი ვითვლით ხო მაგიტო კი არა საოცარი პიროვნება იყო დიდი პიროვნება იყო და მე არ ვიცი ალბათ რა შეფასება უნდა გავაკეთო ეხლა თქვენ მე მითხრათ რომ ესე არ არის ერის მამა ხო იყო ნამდვილად რა საკვირველია აი ეს კადრებია ამის პირველ რიგში და სტუდიასაც ჩვენთვის ეს ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ამას ვხედავთ ჩვენ და მთელი მსოფლიო და ვერავინ ამას ვერ უარყოფს ეს გრძელდება ეს გაგრძელდება კიდე იმიტომ რომ ესე იგი კი ეხლა ვიძახით რომ იქ სიონში ადგილი არ იქნება რომ შევიღოთ ეხლა კი არ იქნება ადგილი მერეც არ იქნება ადგილი არ ვიცი სიონის ტაძარში მსახურება როგორ გაგრძელდება იმიტომ რომ ეს რიგი ხო არასოდეს არ შეწყდება იქ არ შეწყდება უბრალოდ ხო და აი ეს არის მან ჩვენ აგვიხსნა და მან ჩვენ გაგვაგებინა სიტყვა პატრიარქი რას ნიშნავს სხვა შორის იმ დღეს გადაცემაში ვამბობდი რომ აი ხა თქვენ რო თქვით ბოლო პატრიარქი იქნება იმიტომ რომ გაჭირდებაო მერე ხო სულ მაქვს ესეთი განცდა ხა თქვენ სასულიერო პირი ბრძანდებით მე უფეხად კიდევ სხვა კუთხიდან უყურებთ მაგრამ აი ჩემი თვალით დანახული სულ ფიქრობ ეს დღეები რომ როგორ გაუჭირდება მართლა შემდეგ პატრიარქს იმიტომ რომ ილია მეორის ჭრდილი ყველა შემთხვევაში იქნება რომელიც არ გადავა, აი ძალიან რთულად წარმომიდგენია მის ჭრდილქვეშ პატრიარქობა თქო, მართლა ძალიან რთულად, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეპოქალური იმითიც იყო, რომ ჯერ-ერთი საუკუნეების მიჯნაზე მოუწია, ერთი საუკუნიდან მეორე საუკუნეში გადმოვიდა მისი პატრიარქობა, მისი ლიდერობა, მერე რა რეალობიდან რა რეალობაში საბჭოთა პერიოდიდან 1977 წლიდან და დღეს 2026 წელია გაიარა უამრავი ფორმაცია მარტო ერთი საუკუნიდან მეორეში კი არა წინა საუკუნიდან ამ საუკუნეშიც იმიტომ რომ ეს 77 წელს ეკურთხა პატრიარქად 57 წელს მერად აღიკვეცა და ეს იცნობდა იმ ადამიანებს რომლებიც მე-19 საუკუნეში დაიწყო წინა საუკუნიდან და იქიდან მიიღო მათგან ეს მემკვიდრეობითობა ხო, აი რაღაცა საოცარი ისტორიის პატრიარქია და თან წარმოუდგენელია რა საბჭოთა რეალობაში დაბადებული და გაპატრიარქებული კათოლიკოს პატრიარქი რომელიც 21 საუკუნეში 2026 წელი რო არის გარეთ ასე უყვარს ხალხს მართლა უპირობო ლიდერი და არა მხოლოდ როგორც ეკლესიის საჭედმყრობელი ქვეყნის უპირობო ვის შეიძლება ერის მამა უწოდოთ? აი მე არ მახსოვს ამ ბოლო პერიოდში სოფლიოში საერთოდ. მე ერთი არ ვიცი ხა შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ჟანგაბენს დაარქვეს ერის მამა ფრანგებმა. იმიტომ რომ ის არ იყო მარტო მსახიობი, ის მართლა ერის მამა იყო. აი ყველას პატრონობდა და რაღაცა, მაგრამ ნუ ახლა რა შედარებაა თქვა, ხო? კიდე ვინ არის ერის მამა? აი ილია არის ერის მამა, ხო? ილია ჭავჭავაძე. ხო და აქედან დაიწყო ჩემი გაკვირვება პატრიარქით, როდესაც მან 1987 წელს ილია ჭავჭავაძე შერაცხა წმინდანად
და ეს წარმოიდგინეთ ახლა კომუნისტების ეს დროს მისი პირადი პირადად აბსოლუტურად ესე იგი როგორი პირადი იცით რომ ამაზე განიკითხავდნენ ამაზე საზოგადოებაში მე მაშინ უკვე ცხოვრობდი და ვიცნობდი ამ საზოგადოებაში რომ რატო წაგვართვით ილია და რა ვიცი 1000 რაღაცა ისმოდა რა მე 1000 ის რომ არ არის წმინდანად შესარაცხით რა ვიცი 1000 წინააღმდეგობა იყო და მან მიუხედავად ყველაფრისა კომუნისტების დროს მე ვესწრებოდი იმ წირვას მცხეთაში მილიაობას 1987 წელს როდესაც ილია წმინდა ილია ჭავჭავაძე შეირაცხა და ერქვა წმინდა ილია მართალი და აი აქედან დაიწყო ჩემთვის დაიწყო ამ პატრიარქის ну სასწაულთ ქმედება ნამდვილი იმიტომ რომ მე ვერც კი წარმომედგინა საერთოდ მაშინ რომ ჩვენ ეკლესიას კიდევ აქვს ამისი უნარი რომ ვინმე წმინდანად შერაცხოს და ვინ თანამედროვე ფაქტიურად ილია ჭავჭავაძე რომელსაც ერმა სწორედ საქართველოს უგვირგვინო მეფე შეარქვა ხო ხო და აი მან ეს გაამთლიანა მაშინ ერი და ეკლესია ამითი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეს იყო და მე იმდენი ადამიანი შეირაცხა წმინდანად იმდენი ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ეს მინდა გითხრათ რომ გადაავალო თვალი სოფლიოში და არა მარტო მართლმადიდებელ სამყაროში აი ამ წმინდანად შერაცხვის თემა ძალიან რთული თემაა ძალიან თქვენ უთხარით მედიას მე ვფე რომ აპირებთ პირველივე სინოდის ხდომაზე დააყენოთ მისი უწმინდესობის წმინდანად შერაცხვის საკითხი მე არ მესმის ეს თემა ცხადია, ამიტომ შეიძლება ძალიან გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ ახლა ჩემგან ეს კითხვა, მაგრამ შეიძლება ასეთი რამ, აი რო ამიხსნათ, ანუ და რა მოლოდინი გაქვთ, რა გადაწყვეტილება იქნება სინოდის მხრიდან, შესაძლებელია, ანუ რომ თქვენ დააყენოთ ეს საკითხი და მოხდეს ასე, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი უნდა იყოს, ხო, თუ არ ვცდები 140. აი ყველა კითხვაზე პატრიარქმა თვითონ გაგვცა პასუხი. და მაგალითად ეს იყო მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვა 17 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან. ძალიან ცოტა დრო არის და საერთოდ ესეთი წესიც არსებობს, რომ სანამ ცოცხალია ვინმე, ვინც იცნობდა მას, მანამდე არ რაცხავენ ხოლმე წმინდანად. ზოგადი წესი არის ესეთი. და მამა გაბრიელი შერაცხა წმინდანად ბევრი ადამიანი და მე მათ შორის ძალიან ახლოს ვიცნობდით მამა გაბრიელს. და მან ეს გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენც გადაგვადგმევინა და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ეკლესიის ისტორიაში არის მაგალითები რამდენიმე, ბევრი არ არის, მაგრამ მაგალითებია, როდესაც გარდაცვალებისთანავე შერაცხეს წმინდანად. და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, წმინდანად შერაცხვა ხდება ან ზემოდან ქვემოთ, ანუ გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი, ვთქვათ, ეკლესია და და ან ქვემოდან ზემოთ ხალხი ჩათვლის შერაცხვა თუ არ მამა გაბრიელის შემთხვევაში ესე იყო. ჩვენ რო არ შეგვერაცხა წმინდანად, ძალიან სერიოზულ კონფლიქტში შევიდოდით ხალხთან, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ რომ წმინდანია და ხალხისგან იყო. ხალხისგან, აბარა ეს მოწოლა იყო ძალიან სერიოზული. ხო და აი მე თქვენ მინდა კითხოთ, გალბატონო ინკა. თქვენ თავ შეიკავებდით ამაზე? არა, ნამდვილად, ჩემი პირადი აზრი. თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს. ხო, მე ისე ხო და მე მაინტერესებს. სვანერად ვიტყვით, აი ავიღოთ ადამიანები და ვკითხოთ, აი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე. მე ხალხის დამოკიდებულება ასეთი რამ ამ ქვეყანაში არავის ღირსებია. პოლიტიკური კუთვნილების და ეკლესიისადმი კრიტიკულად განწყობილი, არაკრიტიკულად განწყობილი ამ ყველაფრის მიღმა პროცესი, რომელიც ახლა ვითარდება ყოველ წუთს ჩვენს ქვეყანაში, ხო? ღამე გამთენიამდე, გამთენიიდან დაღამებამდე წარმოუდგენელია, რასაც ასეთი რამ ამ ქვეყანაში არავის ღირსებია და სხვათა შორის ეჭვი არ მეპარებოდა არასოდეს მის მიმართ ხალხის სიყვარულში, მაგრამ ალბათ ეხა რასაც ვუყურებთ, აი ეს რაღაც წარმოუდგენელი იყო, ისტორია იწერება. და შერაცხულია წმინდანად უკვე. ხო, ანუ ამას გულისხმობდი, დამოკიდებულება უკვე ხალხის დამოკიდებულება უკვე სახეზეა. თვითონ სინოდში როგორია ამ თემაზე, თუ არ გისაუბრია? იცით რა, არ მისაუბრია და არ ვიცი, შეიძლება იყოს რაიმე მოსაზრება პროცედურული თვალსაზრისით. თუმცა ხო, თუ ჩვენ დავაგვიანებთ, ესე იგი ჩვენ აღვნიშნებით დაგვიანებულები რა სინოდის წევრები. ეს აუცილებლად მოხდება. ეს უკვე მოხდა. მის სიცოცხლეში ვსაუბრობდით ხოლმე და ამაზე ჩვენ ესე იგი საყდურებსაც გვეუბნებოდნენ, მეც მიხსენებია ბევრჯერ და მისთვის არა, მას როგორ გაუბედავდი, როგორ ტელევიზიასთან და მიმიღია კიდევაც ესე იგი მაგაზე, მაგრამ დღეს აი ჩვენ რეალობასთან გვაქვს საქმე რა. რეალობასთან გვაქვს საქმე. თქვენ მოგიწევთ ძალიან სერიოზული შრომა. პირადად თქვენ
იმიტომ რომ თქვენ ადამიანი ხართ განსაკუთრებული და ასევე მე ვფიქრობ აი ჩვენს ტელევიზიებში. რას გულისხმობთ? აი ხა მოგახსენებთ. ესე იგი თქვენ მე ყოველ ჩაწერაზე მეკითხებიან რა სიტყვით მისი ღვაწლის შესახებ. მე რა უნდა ვთქვა ხა ერთ სიტყვაში მისი ღვაწლის შესახებ. ეს თქვენი საქმე იქნება, რომ ეს უნდა დაუსაბუთოთ მთელ მსოფლიოს უნდა დაუსაბუთოთ რა იყო მისი ღვაწლი. და იმდენი და ისეთი მიმართულებები, იმდენი და ამის გამოკვლევა თუ გვაქვს ესე იგი 2 წუთი ზუსტად რაღაც ამბავს მოგიყვებით. ესე იგი ძალიან ცნობილი, ის არის ხა სოფლიო მნიშვნელობის წერალი არის ბორხესი. გეცოდინებათ ხო და ამ ბორხეს აქვს ესეთი მოთხრობა. ესე იგი ჩამოდის ადამიანი თავის ქალაქში და თავისი ბავშვობის მეგობარი რაღაცა იმაში კატასტროფაში მოყვა და დაზიანებული აქვს, ვერაფერს ვერ ამოძრავებს, აი თვალებსაც კი ვერ ამოძრავებს, ოღონდ ცოცხალია. და ესე იგი ეს თავის მეგობარს ეკითხება, რომ მინდა რომ მოვინახულო, ხო და ალბათ რაღაც ისაუბრა. ესე ტყის იცირაო, ძალიან დაკავებულიაო, ხო და თუ ეკნებაო დრო მოინახულო. ესე ეკითხება, რითია დაკავებულიო, კაცო ვერაფერს ხელს ვერ ამოძრავებს, თავს ვერ თვალს ვერ რა შეავთ საქმე რაღაცა დაემართავ ამ კატასტროფის დროსო ტვინში რაღაცა ზიანი მიიღო და ესე იგი მას გაუჩნდა უნარიო რომ წარსული ეს განვლილი 40 წელიწადი 40 წლის არის რა რომ გაიხსენოს წუთში როგორ იყო და ეხლა წევსო და წარსულს იხსენებსო რა ანუ მან რომ თავის ცხოვრება გაიხსენოს 40 წელი ჭირდება კიდე მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ პატრიარქზე ესეა ზუსტად 50 წელი ხო იყო პატრიარქი 50 წელი დაგჭირდება აი ამის მოსაყოლად. აი ესე იგი ამ დღეებში რაც მისი უწმინდესობა გარდაიცვალა, სხვა ძალიან ბევრი ადამიანი მყავდა სტუმრად ჯესეთი ძალიან ძიმე აღმოჩნდა ამას გულწრფელად გეუბნებით მომიხდა პირდაპირ ეთერში მისი გარდაცვალების გამოცხადება და იმის მიუხედავად რომ ვიდრე დადასტურდებოდა რამდენიმე წუთით ადრე კლინიკიდან ქონდა ინფორმაცია მიღებული რომ უკვე ძალიან დასრულებული იყო მოკლედ მის სიცოცხლე ამის მიუხედავად როცა მეუფეშიომ გამოაცხადა და დაადასტურა ვიდრე არ დაადასტურებდა როგორ მივცემდი თავს უფლებას რომ რაიმე გვეთქვა ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა და ჩვენთვისაც არ აღმოჩნდა მარტივი აი ჟურნალისტებისთვისაც ძალიან რთულია რაც არ უნდა პერიოდი გავიდეს უფრო და უფრო გამძაფრდება მის მიმართ პატივისცემა და სიყვარული ძალიან რთული იყო ჩვენთვისაც პირდაპირ ეთერში ამის გამოცხადება მუშაობა და ყველა იმ სტუმრისთვის ვინც ამ სტუდიებში ან სხვა სტუდიებში დადიოდა და ეს ხალხი ვინც ამ დღეებში გადაცემებში მოდიოდა სხვადასხვა პროფესიის, სხვა ასაკის, ყველა საუბრობდა მის განსაკუთრებულობაზე, მის მრავალმხრივობაზე, მხატვრები, მომღერლები, მწერლები, პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები, ანუ ეს იყო ადამიანი, რომელმაც მის გარშემო შემოიკრიბა ინტელექტუალური ნაწილი საზოგადოების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის კერა, როგორ შექმნა სიონში და იმ დღეს მამუკა გიორგაძე მყავდა იხსენებდა ეხა ირაკლი კაკაბაძე გვეყოლება თქვენ შემდეგ სტუმრად ისიც ამას წერდა ანუ პოლიტიკური ინტელექტუალური ნაწილი ამ ქვეყნის და ადამიანები რომლებსაც საერთოდ შემხებლობა არ ქონიათ არასოდეს არანაირ რაღაც პროფესიულ შეიძლება წარმატებასთან რიგითი უბრალო ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები და ეგ ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ ეს იყო მართლა საოცარი პიროვნება და კითხვას ვინც დასვამს თუ დასვამს რატომ იყო ეპოქალური ან რატომ იყო ისტორიული აი მგონია რომ პასუხიც არ ჭირდება უბრალოდ აი ეს კადრები უნდა უშვათ, რაც ახლა ხდება, რაღაც გამიგრძელდა, ცოტა ავიჭერი მაპატიეთ. მეუფე ძალიან რთული იქნება შემდეგი პროცესები და ალბათ მაყურებელი მიხვდება, რომ ჩვენ ამ დღეებში არ ვსაუბრობთ რა იქნება უკვე მერე, ამაზე მერე ვისაუბრებთ. ეხლა ჯერ პატრიარქს ეძღვნება ყველა გადაცემა და ყველა დღე, მაგრამ პროცესები ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი, ეს უკვე ალბათ მალე დადგება, ხო? 40-დან 60 დღემდე გვაქვს ჩვენ დრო რომ გამოვაცხადოთ ეს. თქვენ მე არ გეკითხებით, რა თქმა უნდა, არაფერს, მაგრამ თქვენ დაახლოებით თქვენთვის ფიქრობთ, ვინ
შეიძლება იყოს მომავალი იცით რა, მე სხვანაირად მე არ გონია ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეხა არც მინდა ამ დღეებში აი მე გეტყვით ჩემი დამოკიდებულება როგორია. უბრალოდ თქვენთვის თუ ყავთ წარმოდგენილი. მე ესე იგი ვფიქრობ, აი ესე სიტყვებს დავუბრუნდები, რომ ბოლო პატრიარქი ვარო, რო თქვა რა შეიძლება ესე გულისხმო და იცით ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ, თუნდაც მაცხოვარი, ესე იგი ჯვარზე გაეკრა, მე ამაღლდა ზეცად, მე როდესაც მოციქულები იკრიბებოდნენ, აი სახარებიდან ვიცით ეს. ესე იგი, როდესაც ეს საიდუმლო სერობაზე შეკრიბა მან და ესე იგი აზიარა მოციქულები, აი შემდეგ როცა იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს მაცხოვრისთვის ტოვებდნენ, აი სუფრაზე თებს დებდნენ იმას და იქ იყო. იქ იყო, ნამდვილად იყო, ეს იციან და მე ყოველწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ მოხდა, მე ღვთისმშობლისთვის ასტოვებდნენ ერთ-თებს. იმიტომ რომ ღვთისმშობელი ამ შეხვედრებს თავიდან ესწრებოდა და მე ესე ვფიქრობ, რა ვიცი ხა ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური ნათქვამია, მე ვფიქრობ რომ მის ტახტზე არავინ არ უნდა დაждდეს. მის ტახტი უნდა დაუწოვოთ მას. სინოდის ხდომაზეც მათ შორის. და იქ უნდა იყოს იგულისხმებოდეს რომ პატრიარქი ესწრება. ეს იქნება ჩვენი პატრიარქი. დანარჩენი ვინ წარმართავს ამას? მე ესე ვფიქრობ რომ ჩვენი ძმური სიყვარულით ჩვენ ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენ ესე ვგონია რომ ამას ერთმანეთს ხარს დაუჭერთ ყველანი და ჩვენ ვეცდებით ყველანი მე ესე მგონია მე დღეს ესე ვხედავ ამას რომ ჩვენ ესე იგი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე რომ აი ჩვენი პატრიარქი იგულისხმებოდეს როგორც ის ჩვენ მან ამასაც მიგვაჩვია აი ამასაც გულისხმობ გაუჭირდება თქო შემდეგ პატრიარქს თუ გაუჭირდება თუ მისი ადგილი უნდა იყოს თუ ესე იგი ანუ მისი არსებობა სულ უნდა იყოს ამპარტავნებით თუ რაღაცით მოინდომებს ნუ წარმოუდგენელია ხო გაუჭირდება კი არა ვერ შეძლებს და თუ თავდაბალი იქნება ეს ადამიანი ვისაც ჩვენ გამოვირჩევთ მაშინ ჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა ბოლო რამდენიმე წელია ფაქტიურად პატრიარქი ყველაფერს გებულობდა, ყველაფერს ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წვითავდა ყველაფერს და ესე იგი თუ ჩვენ ვისწავლეთ უკვე როგორ უნდა გავაგრძელოთ ესე ცხოვრება. მე ესე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია ესეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი ჩვენ ბევრჯერ ვიკამათია, ბევრჯერ რაღაცა ცხარე კამათი ქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. აი ესეთი ერთხმა და ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი მაშინ იქნება თქვენი აზრით? აი, მე მჯერა. კი ბატონო, მოდით მაგ თემაზე აქ გავჩერდები, იმიტომ რომ ეს უკვე შემდეგი დღეების სასაუბროა. მე ისევ მის უწმინდესობას მინდა რომ მიუბრუნდეთ. ბოლოს როდის ნახეთ? აი ბოლო შეხვედრაზე რა შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ გრძნობდა ის თავს და ელოდით რომ არა, მე ყველას ვეუბნებოდი რომ 100 ფსალმუნი ვიკითხოთ რომ მისი 50 წლის იუბილეს ერთად შევხვდე და რამდენიმე თვე იყო დარჩენილი სულ. ეხლა 25 დეკემბერს 59 წელი შეუსრულდებოდა და 50-ე დაიწყებოდა. მე დარწმუნებული ვიყავი და ეხლა იმას ვფიქრობ, რომ ეს მეკითხება ეს ხალხი 100 ფსალმუნი გავაგრძელოთ თუ არა და გავაგრძელოთ აუცილებლად, ვიკითხოთ. მე მგონია რომ აი ეს ბოლო ის იქნება ეს სწორედ ეს მინანაჩერაც ხო პატრიარქის და იქამდე ეს იქნება და რაც შეეხება ჩემს ბოლო შეხვედრას, იცით ეს პირადი შეხვედრა არ იყო, ოღონდ თან იყო. ესე იგი რაღაცა ისეთი ამბავი უნდა მოგიყვეთ ცოტა უცნაური. პატრიარქმა მაჩუკა ნუ დაგვირიგა ეპარქიებს უკრაინიდან ჩამოტანილი ნამდვილი ანტონოკა. ეს ანტონოკა ვაშლი. ვაშლის ხე გვაჩუკა. ხო და ეს დანიშვიათი ყოფილა თურმე და რასაც ანტონოკას ეძახიან, ყველა არ არის ეს ანტონოკა, ესე ჯიშის სახელი. ხო და ამან გვაჩუკა და შარშან რაღაც აუცილებლობა მოხდა რა, პატარა ხე არის, იმდენი ვაშლი მოისხა რომ სულ ჯებირებს უყენებდის, რომ არ ჩამომტრეული იყო ეს ტოტები, რაღაც აუცილებლობა და ფიქრობდი რა უყვამდენ ვაშმეთქი და ჩამოვატანინე უცხოეთიდან ლერწმის არარაფინირებული შაქარი, იმიტომ რომ შაქრის დავატყოფობაზე დიაბეტზე შეიძლება ეს შაქარი. და აი ამ შაქრით გავაკეთეთ ამ ვაშლის ჯემი და რომელი შემოდგომა იყო რომ მივართვი უწმიდეს, ნუ რა ვიცი ესეთ 6 კილა რა და ნუ ჩავაბარე იქ რომ მეთქი აჭამეთკა და ესე შეიძლება რაღაცა და იმის მე აღარაფერი გამიგია ამ ვაშლის შესახებ რა. აი ამას წინათ. სულ რაღაცა ალბათ ერთი ნუ თვის წინ. დამირეკა ერთმა მონაზონმა და მითხრა რომ უწმიდეს რომ ეს ვაშლი გაუთავდაო. ხო და თქვა რომ აი მეოფე ნიკოლოზმა რომ ვაშლი მომიტანა ის კიდე მინდაო თუ აქ დარჩენილია. ეს ეხლა იყო სულ. და ნუ არიქა გავიქეცით ის ვაშლი აღარ იყო, მაგრამ ვიშოვეთ ანტონოვკა და
კავაკეთიდან და ისეთი გემრიელი, ესე იგი, ისე კარგად ჭამა ეს ჯემი რა. ჩემთვის ესეთი ბოლოს ესეთი ურთიერთობა მქონდა მე მასთან. რა თქმა უნდა შევხვდი, რა თქმა უნდა მქონდა ეს, მაგრამ ეს ურთიერთობა უკვე ისე ვეღარ ვაწუხებდი მეც რომ ეხა მე ვარ თქვენ უწმინდესობა და რაღაცა, ნუ არა. ხო, ეთყობოდა ბოლოს. რაღაც არ ვაწუხებდი, თორე რა თქმა უნდა რომ თითქოს ცოტა ნაკლებად აქტიური იყო, ეს ჩემი თვალით დანახული, იმიტომ რომ ის იყო ყოველთვის ჩართული კრიზისების ყველა ეტაპზე. მეც აი ეხა რაც მახსენდება, მე 20 საუკუნიდან მოყოლებული ვაშუქებ პოლიტიკურ პროცესებს და ყველა კრიზისულ სიტუაციაში მწვავე დაპირისპირებების დროს სულ ჩართული იყო. იმ დღეს ვიხსენებდი რუსთავიორსა და პირველ არხს შორის დაპირისპირება იყო და ზაზა შენგელია და ეროსი კიწმარიშვილი რო დაიბარა საპატრიარქოში, ანუ ამ დონეზეც კი და აი ბოლო პერიოდში ეს ჩემი განცდა იყო, სულ მქონდა განცდა რომ აი ვეღარ იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იყო აი როგორ გითხრათ, იცით, აი ამ დახუჭულ თვალებში ის ინახავდა ამ ენერგიას და ბოლო სინოდზე, როდესაც ის ესწრებოდა, ესე აქტიურად ვერ წარმართავდა, მაგრამ იყო ფიზიკურად სინოდზე, ესე იგი მოითხოვა სიტყვა რა და თქვა რომ, იცით რა, მეო ვიციო რომ ზოგიერთი მღვდელმთავარიო, ლოცვა კურთხევის გარეშე დადის უცხოეთშიო. და ესე ნუ მოიქცევით, ესე გითხრა და მე წუთში ჩემ თავზე მეღორ, არ ვაწუხებდი ხა, ნუ რამდენი ხა სადღაც უცხოეთში წავა, რატო რაღაცა და იმის მერე ყველა წასვლაზე ლოცვა კურთხევას ვიღებდი. და არ ვიცოდი მომცემდა თუ არა, მეტყოდა თუ არა კის. ლოცვა კურთხევაზე გამახსენე, წეღან გამიწყდა სიტყვა მამუკა გიორგაძე თქო მისი პირველი სტიქაროსნების თაობას წარმოადგენდა, ყვებოდა რომ ადრე, როდესაც სიონში ეს ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ კერად გადააქცია მისმა უწმინდესობამ სიონის ტაძარიო, ლოცვებს რო ვკითხულობდითო, ზოგს გვეზარებოდა და ვტოვებდით მხედრობის, თავრობის, მათ ანუ მოსახსენებელი თუ როგორ ქვია და მოგვიბრუნდებოდა და გვეუბნებოდაო რომ მაგათ ჭირდება დალოცვა კაცო, ეგ არ გამოტოვოთ, მაგათ ზეილოცეთ, ეგ ამნიშნულოვანი. ყველა ხელისუფლებისთვის იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი პატრიარქი რას ამბობდა, პატრიარქის გვერდი დაფიქსირებული იყო, რომ პატრიარქი მის პოზიციას იზიარებს. გავლენა ქონდა. ხო, უზარმაზარი გავლენა ქონდა. რაღაცა მინდა თქვა კიდე თუ გვაქვს ცოტა 2 წუთი. ესე იგი განსაკუთრებული თემა არის, განსაკუთრებული თემა პატრიარქის ცხოვრებაში პირადად აი საქართველოს მოქალაქეებთან, ნებისმიერ ადამიანთან როგორ შედიოდა ურთიერთობაში. და არ ვიცი მე ხა ესე თეორიულად გეტყვით როგორ შეიძლება, ესე იგი ხო არ შეიძლება ესე შეიძლება ძნელია, მაგრამ კამერა რო დააყენოთ ქუჩაში და გამოაცხადოთ, რომ მივიდნენ ამ კამერასთან ადამიანები და მოყვნენ პირადად მის ცხოვრებაში რა როლი შეასრულა პატრიარქმა. იცით, ეს იქნება ზღვამასალა. რამდენ ადამიანს მოუხთინა სასწაული. აი წმინდანა ჩერაცხისთვის მაგალითად გარდა ამ საყოველთაო თაყვანისცემისა, კიდე რამდენიმე ჩამონათვალია რა არის საჭირო და ერთ-ერთი არის სასწაულთქმედება. ცხოვრებაში სასწაულთქმედება. გარდაცვალების მერეც მოხდა სასწაულები, აი მის კუბოს რო შეეხრენ და განიკუნენ, ესეთი შემთხვევები უკვე არის, მაგრამ სიცოცხლეში მან ბევრი სასწაული მოახდინა. ბევრი ჩვენ ვიცით ბევრი სასწაული, აი მაგალითად როგორ განკურნა თქვა კახიკავსაძე პირდაპირ საოცარი მოთხრობაა მისი რა. კი მოკონდა ნუ ბოლოს სტადიაში და დალოცა და რო წავიდა გერმანიაში და ჩამოვიდა, იქ გაგიჟებულება ნახეს ექიმამ რომ არაფერი არ აქვს საერთოდ. და კიდე რამდენი ასეთ შემთხვევა მეც პირადად. ხო და ესე იგი მას ჰქონდა ეს საოცარი რა გითხრათ, გახსნილობა რასთან იცით? მე რამდენიმე პატრიარქის შემთხვევა ვიცი ისტორიაში, როდესაც გამოდიოდა მაგალითად ალექსანდრიის პატრიარქი იოანე მოწყალე, დაждდებოდა ეზოში და ყველას ღებულობდა კვირაში 2 დღე, ყველა ადამიანს ვიც უნდა მოდი. ჩვენ პატრიარქთან აი ბოლო პერიოდამდე ყველა ადამიანს შეეძლო მოსვლა. ეთხოვა და აი რამდენ ადამიანს შეუსრულა ეს თხოვნა. თული კაცი იყო ისე? აი თავისი მოხეული ხასიათი. არა, ხასიათი ქონდა ისეთი რომ ვერც სიტყვას ვერ გადაათქმევინებდი, აი თუ პრინციპულობას მეკითხებით. ხო. ვერაფრით ეს სიტყვას ერთს რო იტყო და დამთავრებული იყო. თვითონ აზრს არ შეიცვლიდა, მოკლედ შენ გინა დაუჯერე, გინა ნუ დაუჯერე, მაგრამ მან თქვა და დამთავრებული ამით ყველაფერი. ხო, ეს იმ დღეს ვკითხულობდი ზუსტად თავის მოძღვარზე იხსენებდა გარდაცვალების წინ ვაზიარეო და ხელი მომკიდაო და მეუბნებოდა პატრიარქო და არ ვიყავიო პატრიარქიო და არა პატრიარქო ესე მომართავდაო. ხო, მამაშიოზე. ხვალ რა იქნება
იქნება. მე უფე ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ხვალინდელი დღე თავისი მნიშვნელობით, როდესაც ის უნდა მიაბარონ მის სამუდამო განსასვენებელ სიონში. უკვე გამზადებულია საფლავის მე დღეს შევიარე და ვნახე, დიახ. მე დაგინახეთ სიონიდან რომ გამოდიოდით, ვიცი რომ იქ იყავით და შევიარე და მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან დროებითი ამბავია რა, არ არის, ესე იგი, პატრიარქმა გაგვიკეთა, გვასწავლა ეს რა ხა არაფრის გატრაგიკულება არ არის საჭირო რა. ეს დროებითი არ არის სამუდამო განსასვენებელი მისი ეს. იმიტომ რომ ესეთი წესია, რომ შეირაცხება ადამიანი წმინდანად, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენო და შემდეგ უკვე ღია სარკოფაგში, ღია როგორ შუშის ქვეშ ან რაღაცა დაასვენო, სადაც მერე ყველა შეუძლია მისვლა. სიონის ტაძარი მეც სინოდის ხდომაზე მეც დავადასტურე, ეს პირადად მე მომისმენია მისგან რომ აქ უნდა რომ დასაფლავო. თქვენ მომხრე იყავით რომ სიონში. არა, მე მომხრე ვიყავი სვეტიცხოველში. მე ვთვლი რომ პატრიარქი სვეტიცხოველში უნდა დაგვესაფლავებინა, იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და ეს ჩვენი პატრიარქი საქართველოს სიმბოლოა. კი. მარტო იყავით ამ მოსახლეობაში. არა, სხვებიც იყვნენ, მაგრამ მაინც ძირითადად არგუმენტები და ამან გადაწყვიტა. მერე იყო ლაპარაკი რომ სამებაში, იმიტომ რომ სამება ახალი სვეტიცხოველი და ეს პატრიარქი შეგვიძლია. 18-მა ხმამ 17-ს აჯობაო. ეს სამება და სვეტიცხოველი ესე იყო, დიახ, ნამდვილად ესე იყო, მაგრამ ეს რატო აჯობა და რატო იყო, იცით ნათქვამი, რომ ეს იქვე ითქვა სინოდზე. დროებითია ეს. ჩვენ აუცილებლად გადავასვენებთ, არ ვიცი სვეტიცხოველში. ამაზე უკვე იყო სინოდზე. იყო რა თქმა უნდა საუბარი რომ მალე, იცით ესე ითქვა რომ მალე გაიხსნება ეს საფლავი და მალე გადავასვენებთ ჩვენ, არა მარტო შეიძლება გადავასვენოთ, არა მარტო ჩვენი პატრიარქი. არამედ ყველა პატრიარქი რომელიც სიონის ტაძარშია. ესეც ითქვა. არ ვიცი როგორ იქნება. იმიტომ რომ სამების ტაძარი არის პატრიარქის მეტყვი. რომ შესაძლებელია ყველა პატრიარქი რომ იქ იყოს ძვალშესალაგი. ესეც იყო ერთ-ერთი აზრი, ეგეთიც იყო, მაგრამ სამებაში თუ სვეტიცხოველში? სამებაში. სვეტიცხოველში იცით რამ გამოიწვია უარი, რომ იქ ადგილი არ არის ფიზიკურად, რომ გათხარო. ვერ. თან ის ხომ მიწისქვეშ რაღაცა ნაგებობისა. ხო და ამიტომ ალბათ სამების ტაძარში იქნება ალბათ და აქ თავარი მაინც სხვა რამეა, იცით? აქ ის კი არ არის რომ ხა სამებაში იქნება თუ სიონში. თავარია რომ ისეთ ადგილზე იყოს, რომ ეს ნაკადი აიტანოს იმ ადგილმა. აქ სიონში ეს ისეთ ადგილზეა, რომ უნდა შეხვიდე და გამოხვიდე, ეს წრიული ცირკულაციის საშუალება არ არის. ეხლა უნდა შეიქმნას. მე არ ვიცი სიონში სახურება როგორ გაგრძელდება, იმიტომ რომ ეს ნაკადი, რა ვიცი ხა მე წინასწარმეტყველება არ გამომივიდეს, მაგრამ ნახეთ. ხვალ არ დამთავრდება ეს. ეს დიდი ნაკადი. ყველას მოუნდება მაგალითად მისვლა და ნახვა მისი სარკოფაგი, ის თქვა, ხო? ხო და ამიტომ ის უნდა მოინახოს ისეთი ადგილი, სადაც ეს მუდმივი ცირკულაცია იქნება. გასაგებია. ესეც შევთავაზე სინოდის წევრებს, რომ ხვალაც არ შევწყვიტოთ ეს ცირკულაცია. მაგრამ არ გამოდის, არა, იმიტომ რომ ტაძარში არ არის ადგილი. პატარაა და ვერ სამების ტაძარი, სამების ტაძარშიც ვერ იქნება ცირკულაცია, იმიტომ რომ იმდენი ხალხი ჩამოდის და რაღაცა რომ იატაკი ვერ დაიტევს უბრალოდ. ხვალ რა დღე, რას დაარქმევდით ეს ბოლო კითხვა მექნება, ხვალინდელ დღეს, როცა უნდა დაიკრძალოს მისი უწმინდესობა. საქართველოს ისტორიისთვის რა დღეა ხვალ? ბიბლიაში ეს პატრიარქის სიტყვებია თვითონ იმან გვითხრა ეს. და მე წავიკითხეთ რა თქმა უნდა ბიბლიაში ესე წერია ეკლესიას ეს უწერია როცა ერთი კარი იკეტება მეორე კარი იღება რა და ხვალ ახალი კარის გაღების დღე არის ალბათ მადლობა მეუფე ნიკოლოზ რამეს ხომ არ დაამატებ ჩვენს საუბარს მეცით რა პატრიარქმა თავის მოღვაწეობას უწოდა მზიანი ღამე ხო და ეს რაც ახლა ხდება ეს არის ალბათ ცრემლიანი სიხარული რა სევდა და სიხარული ერთად. მადლობა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. დაგემშვიდობებით. ხო, ეპოქალური პატრიარქი და ხვალ არის ჩვენი ეპოქალური პატრიარქის დაკრძალვის დღე. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. მადლობა დაგემშვიდობებით.